მადლიერი ადამიანი თავად თუ გვხვდება ხშირად ცხოვრებაში. სადღაც კარი რო გეკეტება, მერე უნდა სხვა კარი იპოვო თუ არა ფანჯარა ამჭრა, ანუ სხვანაირად ბიზნესი გადასარჩენი თანამშრომლების წინაშე ხარ პასუხისმგებელი. გამოსავალი სადაა, როცა გონია რომ არსადაა. მაგრამ ამჯერად ეს იყო რაღაცა ისეთი ძალიან საპატიო შემოთავაზება, რომ გამხდარიყავი სტუმრ-მასწავლებლობის საინვესტიციო ფორუმის საქართველოს ჩეფტერის აღმასრულებელი დირექტორი. მე მეშინი ამ ექსპერიმენტის ახლა რომ გთავაზო პირდაპირ ეთერში, მაგრამ მიხარია ის რომ კვლავ ხდებით ერთმანეთს განსხვავებულ არეალში და კვლავ სასარგებლოზე ორიენტირით ვაგრძელებთ ცხადია ურთიერთობას. რატომ არის მნიშვნელოვანი დღევანდელი დღე? იმიტომ რომ აქ იხსნება შესაძლებლობები, რომელიც უსაზღროა თამამად შემიძლია ვთქვა და ამ უსაზღრო შესაძლებლობებში ყველაზე მთავარი მიმართულება, საქმიანი ნაბიჯები, ის აღმოჩენები, რომელიც სწორი მიმართულებით ინტეგრირდება თითოეულ საქმიან მიმართულებაში, სწორედ დღევანდელი გადაცემის მთავარი мотиваცია იქნება და ეს мотиваცია ჩვენ კიდევ უფრო მეტად გაგვაძლიერებს. ცხადია, მადლობა რომ გვიყურებთ. მისი რეგალიური ჩამონათვალი ვრცელია, შედეგიანი საქმიანი ნაბიჯები უამრავი თამამად შეიძლება ითქვას, საინვესტიციო ეკოსისტემის და ტურიზმის განვითარებაში მისი წვლილი სამაგალითო. ელენა ოთარაშვილი, ჰოტელიერი, სასტუმრო Golden Tulip Design თბილისის გენერალური მენეჯერი და საუკეთესო ქალი, ყველაზე მეტად რაც მინდა რომ განვიხილოთ სწორედ ამ მიმართულებაში, საუკეთესო ქალი ტურიზმში. ამ ნომინაციაში გამარჯვებას ჩავშლით დღეს. და ამ ნომინაციას არა მხოლოდ ერთი დატვირთვა აქვს, არამედ მისი საქმიანი არეალი მრავალ მხრივ დატვირთვას მოიცავს და დღევანდელი დღე არ გვეყოფა იმისთვის, რომ ყველაფერი გავიაროთ, თუმცა მთავარი ღირსშესანიშნავი მიმართულებები, რომელიც ამ ბოლო ხანებში მოხდა, სწორედ დღევანდელი გადაცემის მთავარი თემა იქნება. ელენე მაინსპირირებელი კონტენტით გვაერთიანებს არეალში. ელენე, უღმესი მადლობა პირველ რიგში. რა თქმა უნდა, სამაგალითო მასპინძლობისთვის, რომელიც როგორც ყოველთვის მაყურებელი დამეთანხმება მე, იმიტომ რომ სამაგალითო მასპინძლობა სწორედ თქვენ არეალში მთავარი მიმართულებაა, რომელიც ინსპირაციას აძლევს უამრავ ადამიანს. ახალი ამპლუის მორგებაში ვართ პირველი მერცხლები ახლა. ეს მინდა რომ ვთქვა. ფთაშესხმული ვიწყებთ გადაცემას. პირველ რიგში მოგილოცავ ამ ახალ გადაცემას, დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან დიდი წარმატებით გაბრწყინდება შენი გადაცემა ჩვენს სივრცეში. ამაში დამეხმარებით აუცილებლად. აი პირველი გადაცემით უკვე მეხმარება ელენე. რომ არჩევანი ჩემზე შეაჩერა და ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა ჩემთვის. ჩემთვისაც უდიდესი პასუხისმგებლობაა. დიდი ხანია, რაც საეთერო სივრცეში არ შევხვედრივართ. მადლობა შენ იმისთვის, რომ თითოეულ ეტაპზე ერთიანდები სწორედ იმ სიახლით და იმ მნიშვნელოვანი სამოტივაციო მიმართულებით. ჩემს ასევე პროფესიულ ნაბიჯებში, სვლაში, წინსვლაში და ძალიან მახარებს, რომ დღეს ასეთი განსაკუთრებული ემოციური შეხვედრა გვაქვს და დარწმუნებული ვარ, ასეთივე ემოციური იქნება ხანგრძლივობაც და დასასრულიც, იმიტომ რომ ბევრი სიურპრიზი გაქვს სამომავლო მიმართულებაში ჩვენთვის აუცილებლად გასაზიარებელი და აი ამ პერიოდის განმავლობაში ბევრი ცვლილება მოხდა. ძალიან მე თამამად ვეძახი ხოლმე საკუთარ თავს შენთან ინტერვიუს დროს, შამთა აღწერელს ხომ ასიამდებთ. კი, ნამდვილად ასეა. რა შეიცვალა ამ პერიოდში, რა საქმიანი ნაბიჯები გახდა შენთვის ყველაზე მეტად მაინსპირირებელი და რა მიმართულებით შეცვალა საქმიანი ამპლუა? შემოვიდა ახალი პროექტები, საინტერესო წინადადებები, Golden Tulip Design თბილისის გახსნა, pre-opening-და დაწყებული, მისი შემდეგ ბაზარზე პოზიციონირებით და გაბრწყინებით. თამამად შეიძლება ითქვას, სწორედ გაბრწყინებით და სიკაშკაშ, თამას მე დაუბრუნდები აუცილებლად. მნიშვნელოვანი ეტაპი, ძალიან მიხარია, რომ აქ საუკეთესო გუნდი მყავს, რომელთან ერთადაც ვქნით, მე ვფიქრობ, ქალაქში და ქვეყნის მასშტაბითაც ძალიან კარგ შედეგებს. ვიზერ მეტი აქ დასტური გვაქვს მრავალმხრივი ძახილის ნიშნით, კი ბატონო. გარდა ამისა, პარალელურად ხო იცი, ვერ ვჩერდები. ჩართული ვარ საქართველოს ტურიზმის ასოციაციის ძალიან ესეთ აქტიურ საქმიანობაში პროექტებში, ხელმძღვანელობ ღვინის ტურიზმის კომიტეტს და გვაქვს ძალიან საინტერესო ახალი პროექტი. ქონდა შესაძლებლობა ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში შევქმნით ღვინის ტურიზმის ახალი პროგრამა, რომელიც წარმატებით დაილონჩა და პირველი გამოშვება უკვე ძალიან ისეთი კარგი წარმატებული. ეს საიმედოა ნამდვილად. და ალბათ მოთხოვნადი მიმართულებაც ხომ ასეა? საჭირო და მოთხოვნადი განათლება მიიღეს.
დღეს და ეს პროგრამა კვლავ გაგრძელდება. მინდა ერთ-ერთ პროექტზე გავამახვილო ყურადღება ახლა სტუმარ მასპინძლობის საინვესტიციო ფორუმი, რომელიც პირველად იმართება საქართველოში. ეს ფორუმი ესე უეცრად შემოვიდა ჩემს ცხოვრებაში მოულოდნელად. კი ესეთ დიდ პლატფორმებზე უკვე მქონდა, თქვა ზოგან სპიკერი ვიყავი, ზოგან პანელისტი რაღაცა ამ პლატფორმებზე. აქაც ჩამონათვალე, მაგრამ ამჯერად ეს იყო რაღაცა ისეთი ძალიან საპატიო შემოთავაზება, რომ გამხდარიყავი სტუმარ მასპინძლობის საინვესტიციო ფორუმის საქართველოს ჩეპტერის აღმასრულებელი დირექტორი. ეს ფორუმი გაიმართება 18 თებერვალს, ძალიან დიდი მზადება გვაქვს ამისთვის. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ ფორუმს ჩვენი ქვეყნისთვის, იმიტომ რომ აქ გაერთიანდებიან დეველოპერები, მსხვილი ინვესტორები, საჯარო ინსტიტუციები და საერთაშორისო ბრენდები, სასტუმროების და ეს დიდი საერთაშორისო ჯგუფები და როგორია ჩამონათვალე ყველასთვის ნაცნობი ალბათ? ეს არის ძალიან ნაცნობი და ძალიან მაღალი ხარისხის სასტუმრო ბრენდები, როგორც არის Marriott International, Wyndham, Ritz-Carlton, Mandarin Oriental და ასე შემდეგ, დიდია მათი ჩამონათვალი. ასევე ძალიან შთამბეჭდავია სპიკერების ლაინაპი, ვინც ჩამოდიან და ეს არიან ძირითადად ესენი არიან რეგიონალური განვითარების პრეზიდენტები და ასე შემდეგ, დაახლოებით აი როგორც ესე ჰოლივუდის პროდიუსერები რომ ჩამოვიდნენ ამ სფეროში, ხო, ასეთი სიკაშკაშა გვექნება. სწორედ ჩვენ და ხელმძღვანელობდი ასეთ სიკაშკაშას, სხვაგანად წარმოუდგენელი. ეს ყველაფერი გათვლილია კონკრეტულ შედეგებზე, იმიტომ რომ აი ეს პირველი ორი ფორუმი, რომელიც სხვა ქვეყნებში გაიმართა, სწორედაც იქ შედგა ეს მრავალმილიონიანი შეთანხმებები, დილები და ის სწორედ ამ კონკრეტულ შედეგებზე არის მომართული. ფორუმი რა ქვეყანაში გაიმართება? ერთ-ერთი საქართველო. ეს პანრეგიონალური პლატფორმა არის და ძალიან სასიხარულოა ის, რომ საქართველოს ესე ძალიან მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს ამ საინვესტიციო რუკაზე. საინვესტიციო პოტენციალით ინტერესდებიან ალბათ სტუმრები საქართველოს შემთხვევაში. აუცილებლად, კი ბატონო, ძალიან დიდი ინტერესია, გვაქვს გამოხმაურება სხვადასხვა ქვეყნიდან. ეს ძალიან მახარებს. ხო, რა თქმა, ჩვენს ქვეყანას ძალიან დიდი პოტენციალი აქვს, სრულიად გამორჩეულები ვართ, ძალიან ბევრი მიმართულებით და ბევრი სწორად პოზიციონერდეს ახლა გასააქტიურებელი. გვინდა კარგი პრომოუშენი, სოფლის მასშტაბით, სწორი პოზიციონირება, ძირფასი ტურისტული ნაკადების მოზიდვა საქართველოში. ძალიან უთარაშვილს ნამდვილად არ გაუჭირდება. ჩვენ ამ შედეგებსაც დავითვლით არეალში. კი ბატონო, სიამოვნებით მოვალ მე შედეგებით. წარმატებებს აუცილებლად გისურვებთ და ამ წარმატების მონაწილეც ვიქნები და ვიმედოვნებ, რომ არეალში აუცილებლად განვიხილავთ იმ თითოეულ წარმატებულ ნაბიჯს, რომელსაც აუცილებლად გავაშუქებთ ფორუმის ფარგლებშიც და ფორუმის გარეთაც. მე მინდა რომ გავამახვილო ყურადღება ის საწყისში აღნიშნე და ძალიან მომწონს ეს რეგალიურ მიმართულებაში რომ ჩავსვი Welcome to Georgia's ტურიზმის ეროვნულ დაჯილდოებაში მიღებული საპატიო ჯილდო. ძალიან მნიშვნელოვანია პერსონალურ ნომინაციაში თან კარგად მიესადაგება შენს ყოველდღიურ საქმიან ცხოვრებას. საუკეთესო ქალი ტურიზმში. პირადად მე ძალიან სწორად მომხვდა პულსში, სახელწოდება ძალიან სწორად არის შერჩეული. ტურიზმში შეტანილი წვლილისთვის ძალიან მრავალწლიანი მე ვიტყოდი, აი ზუსტად იგივე ფაქტს უბრუნდები, რომ ჟამთა აღმწერელი ვარ ელენე ოთარაშვილის საქმიანობის და მე მახარებს თითოეული წინ გადადგმული ნაბიჯი. არ ვჩერდებით ერთ ადგილას და ვითარდებთ. ეს არის სამოტივაციო ხაზი არეალში. ძალიან მნიშვნელოვანია რომ ჩვენ ამაზე ვისაუბროთ და მეტი ემოცია გადავცეთ ერთმანეთს. რას ნიშნავს ეს აღიარება შენთვის? ძალიან დიდი პასუხისმგებლობა. სცენაზეც რო გამოვაცხადდეს, იქ შემეტყო ეს აღელვება. არ ველოდი ნამდვილად. არ მაქვს ხოლმე ესეთი რაღაცა ის მოლოდინი, რომ მაინც და მაინც ახლა მე უნდა გამომყონ ამ. ეს თავმდაბლობა ყოველთვის გქონდა მგდევსთან მახსოვს. პირველი ნაბიჯიდან ძალიან დიდი მღელვარება ახდა ამას და ეს ყველაფერი უკავშირდება მადლიერებას იმ სიყვარულისთვის და იმ აღიარებისთვის, რაც ძალიან საპატიო ჟიური იყო და ისეთი გამჭვირვალედ მიდიოდა პროცესები და იქ რაღაცა აუდიტორული კომპანია აკონტროლებდა ამ ყველაფერს. გულწრფელი სიხარული იგრძენი.
ძალიან ხო კი იქცენი აი მადლიერება ახსენე ძალიან მნიშვნელოვანია მხარდაჭერა მადლიერება სწორედ იმ დადებითი ემოციების გაცვლა რომელზეც ახლა საუბრობდით და არეალში სწორედ ამ მიმართულებების გაერთიანება იმისთვის რომ მეტი შეიქმნას მეტი სასარგებლო შევქმნათ ერთად ერთმანეთის გვერდში დგომით და სწორედ ასეთი სამაგალითო მიმართულებების გადაცემით მადლიერი ადამიანი თავად თუ გვხვდება ხშირად ცხოვრებაში ხშირად ხო აი გულის ამაჩუყებელი კითხვა იყო აი ხო ეს ისეთი რაღაცა საჩუქარია ხო როდესაც მე ვფიქრობ რომ მადლიერებას გრძნობენ ეს ძალიან კარგი შეგრძნებაა თუ ხდება ასეთი ადამიანი აღარ უშვებ შენი ხო არეალიდან ასევე საკუთრებული ხდება ხა ძალიან მნიშვნელოვანი ამერიკული განათლების პროცესზე უნდა მოვყვათ ახლა ელენე რომელიც ახარხებს საქმეზე ორიენტირს ჯილდოს საპატიოდ მიღებას ასევე ოჯახურ დეტალების არ გამორჩენას განვითარებაზე ზრუნვას განათლების მიმართულება ძალიან მნიშვნელოვანია ელენეს საქმიან გადატვირთულ სამუშაო გრაფიკში ვორტონის ბიზნეს სკოლა ხო მოსია რატომ გადაწყვიტა და რა მიმართულებაა ვორტონის ბიზნეს სკოლაში ასეთ ვისებელი რომელიც დარწმუნებული ვარ უკვე ნაწილობრივ ათვისებული გაქვს ესეც ჩემი მუდმივი ძიების და ეს დაუკმაყოფილებლობა იმით რომ რაღაც მეტი არის შესასწავლი რაც უფრო წინ გავნაბიჯებს მით უფრო მეტი მინდა რომ ვისწავლო გავიაზრო ეს იყო ისიც რომ თავის დროზე არ მომეცა იმის შესაძლებლობა რაღაცა სხვა სფეროებში ვიყავი ძალიან აქტიურად ჩართული და ყოველთვის მინდოდა ისე საზღვარგარეთ განათლების მიღება საკმაოდ ხო ვიცი რთული გზა გავიარე ესე იგი სანამ მოვედი და მომეცა საშუალება რომ ამესრულებინა ეს ჩემი ოცნება თან შესაბამის დონეზე ეს არის executive education და გავდივარ კორპორაციული მმართველობის პროგრამას ხო ძალიან საინტერესოა ესე იგი სოფლის სხვა ქვეყნის CEO-თან ერთად ცხადია ამ შედეგებსაც მოვიკითხებთ არეალით მე უკვე შეგიპირე რომ ხშირად იქნები არეალის სტუმარი ახსენე სწორედ ის მომენტები სადაც მხარდაჭერა გვჭირდება სადაც მეტი სიძლიერის გამომშხავნება გვჭირდება რომელმა მომენტმა გაგაძლიერა ყველაზე მეტად ამ ფაქტობრივად შეიძლება ითქვას ისტორიულ გზაზე, რომელმაც შექმნა ბევრი ეპოქა შენი პირადი საქმისთვის. მე ამაზე თამამად იმიტომ ვლაპარაკობ, რომ წინააღმდეგობა და უარი. ყველა ეტაპზე იყო ასეთი რთული წინაღობები, მაგრამ ალბათ გადამარჩინა ჩემმა ნებისყოფამ და შრომის მოყარეობამ. ანუ შრომის უნარიანობამაც ხო ეს რაღაცა გამძლეობამ, რომელიც ალბათ მე ვფიქრობ ჩემი პირველი განათლებიდან ძალიან ისე აქვს გამომუშავებული. ჯერ პიანისტი ვიყავი, მე მუსიკაცოდნე, აი რაღაცა გულშრომასთან ესე ადარებენ ხოლმე, ხო? ძალიან ისეთი გამოფწმედილი ვიყავი. ძალიან ბევრი უარი იყო ჩემს ცხოვრებაში, ჩემი კარიერის გზაზე. რაღაცნაირად მქონდა იმის შეგრძნება, რომ ის რომ თითქოს რომ თავიდან რაღაცა სწორად ვერ შევარჩიე, თქვათ ის განათლება, რომ ოჯახის დედის იმას გავყევი, თუმცა არჩევანს მუსიკა ყოველთვის ძალიან დიდი დოზით იყო ჩემს ცხოვრებაში და ახლა ვემადლიერები ამას პირიქით, იმიტომ რომ ხვდები რომ სწორედაც აი იმ განათლებამ მომცა ის რომ აი რაღაცით განსხვავდები, თქვათ სხვებისგან ის რთულ სიტუაციებში ყოველთვის ჩარჩოებს გარეთ ვარ და ისედაც გარეთ ვარ ჩარჩოებს გარეთ. არ უყვარს ეს ჩარჩოები კი და კრეატივი ყოველთვის მძვინვარებს. ძალიან ადვილად ვადაპტირდები, ისეთი უფრო მოქნილი ვარ. კი ბატონო. კრიზისების მართვა ამ ხრივ ესეც რაღაცა კარგად გამომდის, იმიტომ რომ დღევანდელ საქმიანობაში მუსიკა სათქმაურობს. აი მე მახსენდება სწორედ ჩემი პირველი საქმიანობა ცხადია კონსერვატორიაზე ვსაუბრობ მუსიკაზე, მუსიკათმცოდნეობაზეც მათ შორის კრიტიკულ შეფასებებსაც აკეთებდი როგორც მახსოვს ხომ ასე ვიყავი და წერდი სტატიებს წერდი მუსიკოს შემსრულებლებს და როიალი არ გვაქვს Golden Tulip-ში? არა. საერთოდ პირველ არხზე პატარა გადაცემაც მივყავდა. სტუდენტი ვიყავი. ამიტომ ხარ მრავალმხრივი
მხრივ პროფესიონალი, ამიტომ არ გეშლება არც ერთი დეტალი შენს პროფესიულ გზაზე, მეგობრობას, ოჯახს და სხვა მიმართულებებს აღარ გულისხმობ და ამ საპრეზენტაციო უნარსაც მინდა ხაზი გაუსვა, რომელიც ყოველთვის არის სამოტივაციო და თბილი. განსაკუთრებით ვგრძნობთ აქ თავს. ჩემი შეფასება მე კომპეტენტური მგონია ახლა უკვე, იმიტომ რომ მრავალი წლის განმავლობაში ვაკეთებ შეფასებებს. ელენე, აი მივედით იმ ყუდრო გარემომდე, სადაც ახლა ვიმყოფებით. კიდევ ერთხელ უღმესი მადლობა მასპინძლობისთვის. ვიმყოფებით Golden Tulip Design თბილისში, სადაც ყოველთვის იმყუდროვია, ყოველთვის მოძრაობა, სიახლეზე ორიენტირი და კრეატივი. ახლა სხვათა შორის გადამღები ჯგუფი ვაკურდებოდით ძალიან საინტერესო კრეატიულ კარს, რომელზეც ელენე მეთერს გარეთ საინტერესო ინფორმაციაც მომაწოდა. თითოეულ დეტალშია ჩაქსოვილი Golden Tulip-ის დახვეწილი მიმართულებები, რომელიც მაქსიმალურად ავითვისოთ შესაძლებლობები და ჩვენ სტუმრებს შევუქმნათ მაქსიმალური კომფორტი იმისთვის, რომ მათ ყოველთვის უნდათ ჩვენთან დაბრუნება. და მიხარია რომ ამას მივახციეთ, იმიტომ რომ ქალაქში თუკი რამდენიმე ესეც საუკეთესო ადგილს ახსენებენ, იქვეა აუცილებლად Golden Tulip Design თბილისი. აქტიური სამუშაო გრაფიკი და სხვადასხვა მიღწევა განვიხილეთ, საინტერესოა რყევებს როგორ აშეშებს ელენე ოთარაშვილი. რომელიც ამ ქაოტურ სამყაროში ხშირად გვხვდება. სამწუხაროდ ქაოტურ სამყაროში უკვე ბევრი ცვლილება მოხდა მსოფლიოში, ბევრი ჩვენთვის წარმოუდგენელი რამ ხდება ზოგადად მსოფლიოში და ეს ყველაფერი ცხადია მოქმედებს ჩვენ ცნობიერებას. ტურიზმზე აკეთებს დარტყმას ნებისმიერი მოვლენა ნებისმიერ ქვეყანაში. ნამდვილად. ამან უკვე ძალიან დიდი გამძლეობა გამომუშავა. COVID-დან დაიწყო კი არა და ჯერ კიდევ გავილულიდან და ხო ყველა ეტაპი გავიარეთ საკმაოდ ტკივნეულად, იცით, უნდა მოერგო და უნდა იპოვო ახალი გზა განვითარების შესაძლებლად. სადღაც კარი რო გეკეტება, მერე უნდა სხვა კარი იპოვო თუ არა ფანჯარა ამოჭრა, ანუ სხვანაირად ბიზნესი გაქვს გადასარჩენი. თანამშრომლების წინაშე ხარ პასუხისმგებელი. რამდენჯერ ამოჭარი ფანჯარა ელენე? უფრო მეტად ფანჯრების ამოჭრა გიწევს თუ გახსნილი ღია კარი ხდება? გახსნილი ღია კარი ასე არ ხდება. არასდროს. ფაქტობრივად ვერც ერთს ვერ გავიხსენებ. ალბათ ხო რაღაცები შეიძლება მერე და მერე უფრო ხო. იხსნება. რამდენიმე ფანჯერას რომ ამოჭრი, მერე შეიძლება ღია კარიც დაგხვდეს. კი ბატონო, საქმიანი ქალი როგორც რეჟისორი, ახლა გახსნილ კარზე ვსაუბრობთ ამოჭრილ ფანჯერაზე, დეველოპერულ მიმართულებაზეც ვისაუბრეთ, ფორუმის საინტერესო მიმართულებით და ძალიან მნიშვნელოვანია განვიხილოთ ახლა სწორედ როლები, საქმიანი ქალის სწორად გადანაწილებული როლები. ელენე ოთარაშვილის შემთხვევაში შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ძალიან ბევრი როლის მორგება უწევს საქმიან ცხოვრებაში. როგორ ანაწილებს სწორად? ოჯახი რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემი შვილები უკვე საკმაოდ ისეთი არის, დიდები არიან. დამოუკიდებლები ადამიანები არიან და ხო, ისეთი ჰარმონიული ურთიერთობა გვაქვს, რა თქმა უნდა. ხო, ეს ურთიერთპატივისცემა და გაგება ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ოჯახში მყოფ ადამიანებს უნდა ესმოდეთ რამხელ რესურსებს შენ ამ ყველაფერში და ოჯახი მთავარი ძალა. ძალიან დიდ რესურს მოითხოვს და ოჯახი არის მთავარი საყრდენი, რაზეც დგას. და ეს არაჩვეულებრივი გუნდი, როგორ შექმენი, სადაც მუშაობ ელენე, მე დაკურვებული ვარ. ყოველთვის პროფესიონალი ადამიანები გვხვდება შენი ხელმძღვანელობის ქვეშ, პროფესიონალი ადამიანები, თბილი, ინტელექტუალი ადამიანები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ეს კომუნიკაციის და ურთიერთობის უნარია მაღალ დონეზე, რაც სამწუხაროდ იშვიათად გვხვდება სხვადასხვა სტრუქტურაში თუ ცხოვრების ნებისმიერ მომენტში. როგორ ახერხებს სწორედ აი ამ გუნდური პრინციპის ჩამოყალიბების მობილიზებას? მე ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი უნარია ლიდერის, რომ გამოიცნო ადამიანი, ვინ ჭირდება გუნდს ამ კონკრეტულ პოზიციაზე. და ალბათ უკვე ჩემო გამოცდილებამ მოიტანა ის და რაღაც თავიდანაც მქონდა ეს უნარები, რომ რაღაც ეს სკანერით მაქვს უკან. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია გარდა ცოდნის შევაფასო მიდგომა ადამიანის, მიდგომა საქმისადმი, ენთუზიაზმი, თვალებში ნაბერწკლები და სხვა ადამიანების მიმართ ურთიერთობა. არა მხოლოდ ის ვთქვათ, მე როგორც უფროსს როგორ მეკონტაქტება, ნაკლებად მნიშვნელოვანია. ყველაზე მეტად ადამიანი ჩანს თუ როგორ ეკონტაქტება თავის თანასწორ კოლეგებს და მასე ქვემოთ მდგომ კოლეგებს. საბოლოო ჯამში ყველა თანასწორი ვართ. ამ პრინციპით მუშაობთ. აქტიურად მუშაობ გუნდურობის ჩამოყალიბებაზე, იმიტომ რომ შემდგომ ამაზე დგას კომპანიის მთელი წარმატება. რაც არაჩვეულებრივად გამოგდის. და ამაში ძალიან დიდ შემს ენერგიას და რესურსებს და
და საერთოდ რა ენერგეტიკა ტრიალებს კომპანიაში, რომელსაც მართავ, ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ანუ აი თუ სადმე კურსს მოვკრავ, რომ რაღაცით ვიღაც უკმაყოფილოა, ეს ჩემი ყურადღების სიკეთ არ დარჩება. დარწმუნებული ვარ. ჩემი მიზანია რომ ყველა კარგად გრძნობდეს თავს იმისათვის რომ საქმე აკეთონ კარგად და ეს ბედნიერება გადასცენ და კმაყოფილება გადასცენ სტუმრებს. რა ენერგეტიკა ტრიალებს ახლა აქ არეალში? არეალში არის ჩვეულებრივი, იმიტომ რომ ენერგეტიკაზე ავლაპარაკდით და შეუძლებელი არ დავსვა ეს კითხვა. ვარსკვლავი, თავად ელენე ოთარაშვილი, რომელიც მრავალგზის წარმატებაზეც ვისაუბრეთ, ცხადია. ვერ შევამჭირდება სწორედ აი ამ გამოცდილების ფონზე. გამოსავალი სადაა, როცა გონია რომ არ სადაა. დაფიქრებულ ხარ ამაზე? ასეთი მომენტები დგება ხოლმე ხშირად და ალბათ ეს უნარიც არის ხო, რომელიც ლიდერს ქმნის. ან მაგ მომენტის არ მეშინია ხოლმე, იმიტომ რომ აი ჩემმა გუნდის წევრებმა ეს ფრაზაც კი იციან. გამოსავალი ყველგან არის. რა თქმა უნდა. ყოველთვის არის და ამ გამოსავალს ყოველთვის პოულობთ. კი, არა. თავარია ყოველთვის იპოვო გამოსავალი. რაციონალური მართვით. ძალიან სწრაფად სიტუაციის შესწავლით, ანალიზით, არსებული ინფორმაციის ოცებ შეჯერება და ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღება. რაც არ გვაკლია ელენე ოთარაშვილისგან. რა თქმა უნდა, ოპტიმალური გადაწყვეტილებები. ვიცი რომ ორ განსაკუთრებულ სიურპრიზს გვიმზადებ, რომელსაც დღეს არ ვამახვილებთ ყურადღებას. ვერ გავაჟღერებთ. თუმცა მე მინდა რომ პირობა დავტოვოთ ჩვენთან ეთერში, რომ აუცილებლად ჩვენთან გააჟღერებთ იმ ორ არაჩვეულებრივ სიურპრიზს და ერთ კითხვას დავსვამდი. რამდენად მნიშვნელოვანია ამ საქმის სრულყოფა შენთვის? არ ვკითხულობ რა საქმის, ჯერჯერობით. რადგან მუშაობ პარალელურად, უზომოდ მნიშვნელოვანია. ბოლო წლებია, ესე იგი, ჩემი მთელი არსებით აქეთკენ მივდივარ და აი რაღაცა ნაბიჯის გადადგმის თემა დარჩა და რომელზეც ჯერჯერობით ასე ვერ ვისაუბრებთ. ძალიან უნდა ელენეს რომ გვითხრას და მოგვიყეს ამ ამბის შესახებ, მაგრამ აჯობებს როგორც კი სრულყოფის ფინალამდე მივალთ, დავარქვათ ასე, სრულყოფის ფინალამდე, თუმცა მისი ფინალი არ იქნება არასდროს სულ განვითარების მოძრაობაში იქნება, დარწმუნებული ვარ. ცვლილებები, ანუ მე ეს შენი სტილია, კი. ხო, არ შემიძლია ყოფნა. მუდმივი სიახლეები და მუდმივი სიახლეები. რაღაცა კვალის გაჭრა. მე ახლა მინდა რომ გადაცემაში გავაკეთოთ ესეთი სიახლე და სპონტანური ექსპერიმენტი. ელენე ოთარაშვილი ყოველთვის არის საქმიან ამპლუაში, პიჯაკში, მათ შორის ჩემთან ინტერვიუს დროსაც ყოველთვის საქმეზე ვსაუბრობ და ვამახვილებთ. ფორუმი იქნება, ეს დაჯილდოება იქნება, სხვადასხვა საინვესტიციო მიმართულება იქნება თუ ჰოსპიტალიტის სხვადასხვა დათვლილი მოგებული ქულები, თამამად შეიძლება ასე ითქვას, ტურიზმის სექტორში შეტანილი წვლილი, თუმცა მე არასდროს მინახავს ელენე სამზარეულოში. ელენე, მე მეშინია ამ ექსპერიმენტის ახლა რომ გთავაზო პირდაპირ ეთერში, მაგრამ აქვე გვაქვს სამზარეულო. ყველანაირი კერძები, მდრუდეთ ჩემს ძალიან კარგად ამზადებს და ეს ნიჭი გამომყვა, მაგრამ ბოლო წლები ახლა რო ვკითხავ რომ სამზარეულოში ვტრიალებ. გამოვყვები ამ ექსპერიმენტზე, ავიდეთ სამზარეულოში. აქვე არაჩვეულებრივი სამზარეულო შევთან ერთად. მე ძალიან მიყვარს ეს. იმიტომ რომ აი ტვინს ასვენებს. საერთოდ Golden Tulip Design თბილისი ცნობილია თავისი გამორჩეული კერძებით ნამდვილად. არაჩვეულებრივი შემზარეული ტრიალებს იქ სამზარეულოში საკითხად ჩვენ შევეხედებით. ელენეს ნებართვით სტუმარს ექნება ამის საშუალება რომ დააგემონოს საუკეთესო კერძები. შევიდეთ სამზარეულოში ერთად? იბედონა. გამოყვები. ვინმე თუ ამოიყვანდა ელენე ოთარაშვილს სამზარეულოში, გადაცემის არეალში, მე მაგალითად ვერ წარმოვიდგენდი, შენ წარმოვიდგენდი? ამდენი წლის ურთიერთობის განმავლობაში წარმოდგენა არ მაქვს როგორია ელენე სამზარეულოში. მაგრამ ფანცა ხომ არის ორიგინალური და განსაკუთრებული. ორიგინალური გარემო ხვდა წილად სასტუმრო Golden Tulip Design თბილისში, რომელშიც განსაკუთრებული კერძებია. ეს არის არაჩვეულებრივი შეფ კონსტანტინეს დამსახურება, რომელსაც მივესალმებით. მინდა რომ ძალიან დიდი აპლოდისმენტებით მივესალმოთ ბატონ კონსტანტინეს. ნამდვილად უნიჭიერესია. თავისი საქმის ხილვა. კონსტანტინე ჩიკობავა, ხო მართალია? ბატონო კონსტანტინე, რამდენი წელია რაც ამ საქმეში ხარ? უკვე 12 წელი არის სამსახურში ვარ.
და გამორჩეული კერძი გაქვს Golden Tulip დიზაინში? Golden Tulip დიზაინში გამორჩეული ყველა არის, თუმცა შენთვის ყველა კერძი გამორჩეულია. ესეთ კონკრეტულს არ ვიტყვი, იმიტომ რომ ყველა გემრიელი არის. ელენე, შენთვის გამორჩეული კერძი არის კონსტანტინეს მიერ შესრულებული რომელიმე? გემრიელესია ყველა კერძი. ეს მართლა საოცრება. ნამდვილად ასე. ესე იგი ფრანგი გურმანი თუ ქართველი კარგი მჭამელი კაცი, ესე იგი ყველა აღნიშნავს ამას. მოვიდგეთ წინსაფრები, რაც მთავარია. ახლა ის განსაკუთრებული ეპატაჟური მომენტის ჩაშვების დროა, სადაც ელენემ უნდა მოამზადოს რამე. რას ვამზადებთ? ბასკური ჩიზკეიკი, ჩემი საყვარელი დესერტი, რომელიც კოტენ ჩემი თხოვნით ჩასვა ახალ მენიუში. და ზედამხედველადაც მოგვევლინა აქ, იმიტომ რომ რამე არ გაგვეპაროს ხო ესე. კარგი კულინარია ელენე, თუ არც თქვენ არ გინახავთ არის ელენეს სამზარეულოში, მაგრამ ისე ძალიან. ყველა პირველად ხედავთ ელენეს სამზარეულოში, თუმცა ახლობლები დარწმუნებული ვარ, რომ თუნდაც ასე არ არც მე არ მინახი ხარ მიუხედავად ამ ლეცის ურთიერთობის. ეხლა მითხარი, პიჯაკი თუ წინსაფარი? ამ შემთხვევაში წინსაფარი რა თქმა უნდა და ისე პიჯაკი ჩემი განუყრელი. რა თქმა უნდა, შენი პიჯაკები ცნობილია. მოდი, აბა რას ვაკეთებთ ახლა? მე არ ჩავერევი ესთეტიურ მხარეში. რა მოგაწოდოთ? რა ხდება? რას ვაკეთებთ? ზედამხედველობით, ესე იგი, დავიწყებთ. დაგებული კრემპელი, რომელსაც მოათავსებთ ჯამში. კი, ბატონო. მარებით როგორ ოსტატურად მოათავსებს კრემყველს ელენე? თქმა უნდა. ჯამში. მე ყველანაირი კერძი, ესე იგი. შეგიძლიათ დამიკვეთოთ. ხო. ელენე, მითხარი ახლა ძალიან საინტერესოა, ჩამჭრელი კითხვები უნდა დაგისვა რა. თან კონსტანტინე დაგვეხმარება და ამასობაში ჩამჭრელი კითხვები, იმიტომ რომ ბლიც კითხვებზე გადავალთ ახლა. მეუღლის საყვარელი კერძი? შემწვარი კარტოფილი. შემწვარი კარტოფილი მართლა? არაჩვეულებრივად წავს კარტოფილსო, ხო, გოგა იწყოდა. არა, ბევრ კერძს ვაკეთებ, მაგრამ ამ შემთხვევაში ხო, ესე გამოვყოფ შემწვარი კარტოფილი ნებისმიერ დროს. პოპკორნის მისია ოჯახური კინოსეანსის დროს ვის ეკისრება? სხვადასხვა ჩემი მეუღლე აკეთებს ხოლმე და მე ხა უკვე ბავშვები. ძალიან პატარები რო იყვნენ, მეც ვაკეთებდი ხოლმე, მაგრამ ბავშვები ახლა მშვენივრად ეხმარებიან? კი, დიდები არიან ახლა ბავშვები, მიმხელები არიან. რომ ეხა პოპკორნის მომზადება კი, რა უნდა, უმარტივესია მათთვის და არა პოპკორნის მომზადება ხარია. რომელია ყველაზე რთულად მოსამზადებელი კერძი კონსტანტინე? არის მებრძოლისთვის არსებობს თუად მოსამზადებელი. მართლა? რომ ყველაფერს სიყვარული უნდა უდგებოდეს. მართალია, როცა სიყვარული თუ დგები საქმეს, სირთულეც ხრება სადღაც, ხო? თუმცა შენს კერძებს რომ ვაგემოვნებ, გონია რომ ძალიან რთულად გასაკეთებელია და დიდ დროს მოითხოვს, იმიტომ რომ აი ყველა მართლა განსაკუთრებულია და გამორჩეველი ტექნოლოგიით აკეთებ. ყოველი ტექნოლოგიის წოდნა და ყველაფერი უფრო მარტივად გამოდიოდა. სასტუმრო Golden Tulip Design Tbilisi საოცარი კერძები შემგზავრებულ კონსტანტინესთან ერთად. კონსტანტინე ჩიკობავა. ამასობაში ელენე უკვე ძალიან ოსტატურად აყრის რა არის ფქვილია? ეს არის სიმინდის სახამებელი. ოჯეს დავშალოთ. კაი, ეგოეთი მომწე. ახლა უკვე დროა რომ ღუმელში შევდგათ, ხო ეს საოცრება. ბასკური ჩიზკეიკის მელოდიაში ვართ ახლა არაჩვეულებრივ სივრცეში, ტიტა რესტორანი, რომელიც არაერთხელ გამხდარა ჩემი ყურადღების ცენტრი, არაერთხელ გამხდარა ჩემი აღფრთოვანების ცენტრი, თამამად შეიძლება ითქვას და არა მხოლოდ ჩემი ცხადია, უამრავი მნახველი აღფრთოვანებული დამგემოვნებელი, სხვათა შორის ძალიან აქტიურად ყველაზე გრანდიოზული ივენთები სწორედ ტიტა რესტორანში იმართება და სივრცე გვიწყობს ხელს, ხო? ერთი ტერასა, ორი ტერასა, ერთ-ერთი გამორჩეული სივრცეა თბილისში საუკეთესო ღონისძიებებისთვის და გაზაფხულიდან უკვე მე ტიტა ტერასას ხსნით ხოლმე, რომელიც განსაკუთრებით აქტუალური ხდება ჩვენს ქალაქში. ძალიან მაგარი ამბები იმართება აქ. როგორც ვახსენეთ უკვე არაერთი შექმნილი განწყობა, დადებითი განწყობა, ის მოძრაობა, ის სიახლეზე ორიენტირებული და ყოველთვის განსხვავებული გარემო
და ძალიან მე ვფიქრობ ისეთი სენსიტიურ რომანტიული გარემოც იქნება და არაჩვეულებრივი ბასკური ჩიზკეიკი მოვიდა უკვე. ისთვისაც ამდენი ხანი ვიბრძოლეთ, ესე იგი მთელი გადაცემის განმავლობაში ელენე ისე გამოვიდა, რომ აი ამ არაჩვეულებრივი კულმინაციისკენ მოვდიოდ. კულმინაციური მომენტი. ტიტა რესტორანში, რომელსაც უამრავი ჯილდო აქვს მოპოვებული, არა მხოლოდ ადგილობრივად, არამედ გლობალურად თამამად შეიძლება ითქვას. ელენე, შენი დახმარება მჭირდება ახლა, სწორედ იმ ჯილდოების ჩამონათვალში და სამომავლო გეგმებში კიდევ. იმიტომ რომ ინსპირაციას გაძლევს ცხადია ის მოპოვებული ჯილდოც და უღმესი მადლობა ნიკოლოზ განსაკუთრებული ეს გააკეთა ელენე ოთარაშვილმა მოამზადა ეს არაჩვეულებრივი ბასკურ ჩიზკეიკს აქ რომ დააგემოვნებ მე სხვაგან ერთმე მამას მე მგონი ჩვენ საუბრისთვის აღარ გწალია ხო ძალიან რთულია ხა საუბარზე კონცენტრირდე აქ გვაქვს ეს იგი ძალიან გემრიელი შოკოლადის соуსი რომელიც აი ესე სერვირდება შენი ხელით უნდა მოასხა ხოლმე უხვად და გემრიელად ელენე ესეთი დახვეწილი მოსხვის პროცესის დახვეწილი შოკოლადის მოსხვის პროცესის დახვეწილი გემრიელად და პიტნის ჩაისთან ერთად მოკლედ ეს სიამოვნება მადის აღმძვრელი არეალი შეიქმნა ახლა მე მესმის თქვენი მე მგონი დროა საუბარი დავამთავრე და მეგობრები ესეც ის არაჩვეულებრივი ბასკური ჩიზკეიკი ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი ახლა აქ არის და ყველაზე მნიშვნელოვანი მე ვფიქრობ ჩემი მიღწევა ამდენ წლის განმავლობაში რომ საქმის მიღმა ელენე ოთარაშვილი ვნახეთ სამზარეულოში და თანაც სწორედ ისეთი დახვეწილი დიზაინის გემოვნური თვისებებით რომელსაც ახლა დავაგემოვნებ მაგრამ უკვე დარწმუნებული ვარ რომ სწორედ ასეთივე მაღალი სტანდარტის გემოვნური თვისებები ექნება სწორედ ამ ბასკურ ჩიზკეიკსაც როგორც საქმეშია ელენე ოთარაშვილი მადლობა ძალიან დიდი მადლობა ელენეს მადლობა დღეს რომ გვესტუმრე მადლობა არაჩვეულებრივი მასპინძლობისთვის აქაურობა შენი საოცარი ენერგეტიკით და ამ ენერგეტიკაში გავერთიანდით ყველა ენერგეტიკით ბრუნდებით სადია მახარებს ისიც რომ არაერთგზის იქნებით ჩემი სტუმარი ელენე შევხვდებით ერთმანეთს კვლავ თქვენს არეალში ძალიან მადლობთ რომ ვიყურებთ